მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სუფთა დაფა. მე კი მისი წამყვანი, წმინდა მოწამეთა, კვირიკესა და იულიტას ტაძრის ნამზღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე გახლავართ. დღეს ჩვენი საუბრის თემაა ურთიერთპატივისცემა მოზარდებს შორის. ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემაში მოვიწვიეთ ქალაქ თბილისის 112 საჯარო სკოლის მოსწავლეები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და ვიდრე საუბარს დავიწყოთ, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმობა საუბარს იმის შესახებ, თუ რა პროფესიას ირჩევთ საომალოდ და რატომ და გადაცემის ბოლოს თქვენ საშუალება გექნებათ ჩამოთვალოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გაწუხებთ. ახლა რაც შეეხება მთავარ თემას, ურთიერთპატივისცემას, ძალიან ბევრი თქვენი თანატოლი ხშირად სინანულით აღნიშნავს საუბრის დროს, რომ კარგება ეზღნობა, ამიტომ მიუძღვენი ჩვენ ეს გადაცემა, მაინტერესებს რა ხდება თქვენს ირგვლივ, გამომწვევ მიზეზებზე გვინდა ვისაუბროთ და თუ გიფიქრიათ გამოსავალზე და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ადამიანმა უპირველესად საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი. ხოლო ის ვინც საკუთარ თავს წევს პატივს, შესაბამისად აცნობიერებს თუ რამდენად დიდი დატვირთვა აქვს ამ სიტყვას. დღევანდელ საქართველოშიც არსებობენ ეგრეთ წოდებული ზნეობრივი რაინდები. ანუ ისინი ვინც შეგვიძლია იდეალებად მივიჩნიოთ. ან უბრალოდ ჩვენში გავაიდეალოთ. მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი რამ იცვლება, როგორც პროგრესულად, ასევე რეგრესულადაც და ჩემი აზრით თვითონ სიტყვა პატივისცემის მნიშვნელობა დაადგა დაკრინების გზას. ან მნიშვნელობა დაკარგა, ეკარგა. შეგვიძლია განვიხილოთ ორი მეგობრის მაგალითი, რომლებიც ერთმანეთს მეგობრობას ეფიცებიან, მაგრამ დავინახოთ, რომ ერთ-ერთი მათგანი გადის სხვა მეგობართან და საუბრობს თავის საუკეთესო მეგობრის შესახებ, მის მანკიერებებზე. თუ მართლა მეგობარი ხარ, უნდა დამალო რა მანკიერებებიც გააჩნია მას შენ გულში და არავისთან არ უნდა გაამხილო ეს. როდესაც ჩვენ ურთიერთპატივისცემას ვკარგავთ, იკარგება ჩვენ შორის მეგობრობაც. ურთიერთპატივისცემა ზოგადად სიტყვა იკარგება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს მასწავლებლების მიმართ პატივისცემა, იმიტომ რომ მასწავლებელს უხეშად ელაპარაკებიან, ზოგი ზურგს უკან ძალიან ცუდ სიტყვებს იძახის მასწავლებელზე და კარგავენ მის მიმართ პატივისცემას. ურთიერთობები საერთოდ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და მით უმეტეს სკოლაში ურთიერთობები შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს, სხვადასხვა სტილით იყოს აგებული მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. შეიძლება იყოს ზოგჯერ დიქტატორული და ძალიან ავტორიტარული დამოკიდებულება მასწავლებლის, ზოგჯერ შესაძლებელია იყოს ზედმეტად თავისუფალი და ასე ვთქვათ პოპულისტური და ზოგადად და ყველაზე უკეთესი და ზომიერი ვარიანტი არის თუ არის თანამშრომლული დამოკიდებულება. წელს კანონით უკვე ურთიერთობებს არეგულირებს ორი დოკუმენტი. ეს არის მოსწავლეთა ქცევის კოდექსი და მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი და ეს ძალიან კარგია, რომ ეს დოკუმენტი არსებობს, მაგრამ აი ჩემი პირადი და სუბიექტური აზრი არის ასეთი, რომ თუ ადამიანი არის ბავშვებზე შეყვარებული, მოწოდებით პედაგოგი, ქრისტიანი, ინტელიგენტი ადამიანი და ჰუმანური ადამიანი, მას ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემა საერთოდ არ უნდა ქონდეს არასდროს. მოზარდი მოდის ნებისმიერი ადამიანი, მისი პირველი ასე ვთქვათ გარემო ეს არის ოჯახი. ანუ რა დამოკიდებულებებია და რა თვითონ ურთიერთობებია ოჯახში. მოზარდი იღებს პირდაპირ, ანუ იმ მოდელებს, იმ ქცევის მოდელებს, რა მოდელებსაც ხედავს. როდესაც მოზრდილებს შორის იკარგება ურთიერთპატივისცემა, საზოგადოებაში არის დღევანდელ დღეს პრობლემა, იგივე წყვილებს შორის, მეუღლეებს შორის, არის კონფლიქტები, არის აგრესიული ქცევა, შესაბამისად, ეს მოზარდები გამოდიან ამ ოჯახებიდან და იგივე ქცევის მოდელებს იმეორებენ იმ გარემოში, სადაც უწევთ მათ ყოფნა. ამიტომ დღევანდელ დღეს ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ მთლიანად ეს ფასეულობების რღვევის საფუძველზე მოხდა ის და რაც გვაქვს ჩვენ დღეს. მე მეხუთე მცნობა გვეუბნება პატივიას დედასა შენსა და მამასა შენსა. აქედან იწყება ჩემი აზრით, თუ შენ მშობლებს დედას, მამას პატივი არ იცის, ხვისადმი ამის გაკეთება გაგიჭირდება და დღევანდელ თაობაში არსებობენ ისეთი კატეგორია ბავშვების, რომლებიც მშობლის შეურაცხყოფას არავის აპატიებენ, მაგრამ სახლში მისულმა შეიძლება თვითონ ისეთი შეურაცხყოფა მიაყენოს მის თუნდაც ან დედას ან მამას, რომ ამაზე უარესი იყოს და არის ასეთი კატეგორია მოზარდებისაც. ყველაფრის მიზეზი და თავი მაინც ოჯახი არის, ოჯახიდან წამოსული აგრესია შემდეგად მოგთ ხოლმე კლასში მეგობრებთან და ჩემი აზრით ყველაფერი არის ორმხრივ, როგორც ქალმა უნდა ეს მამაკაც პატივი, ისე კაცმა ეთხოვება რომ პატივი ეს ქალს. აგრესია იმდენად არის წამოსული, რომ ადამიანები ვერათ ვიცნობიერებენ თავიანთ თავში თუ ის რა უნდა აკადრონ და
კარგით, ბავშვებო, მაინტერესებს მანდილოს ნის პატივისცემა როგორ არის, მამაკაცები როგორ წემ თქვენ თანაკლასელებს პატივს და გოგონების აზრიც მაინტერესებს, თქვენ რა მდგომარეობაში ვარდებით ხოლმე და რა ხდება ამ პრობლემის ირგვლივ. ერთ-ერთ ცოცხალ ნათელ მაგალითს განვიხილავ, მაგალითად ჩვენ ყოველდღიურად ან ხშირად გვიწევს ავტობუსით გზავრობა. და როდესაც ავდივართ და ვნახავთ რომ გავსებულია ავტობუსი, ძირითადად ავტობუსის ნახევარ ნაწილში ზიან მამაკაცები და მოხუცი ქალები დგანან ფეხზე და ზოგადად მანდილოსნები და ჩემისადაც ეს არის უპატივცემულება, როდესაც ზის მამაკაცი და აურთმობს მანდილოსას ადგილს. კარგით, ბავშვებო, შეიძლება ეს იყოს რა თქმა უნდა გლობალური პრობლემა, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტულად აი თანაკლასელებთან ურთიერთობა ის სკოლაში რა ხდება. ძალიან ხშირად გოგონები ჩვენი თანატოლები არ იქცევიან ისე როგორც ნამდვილ გოგოს შეეფერება, ანუ ღირსეულად. თავით ჩაცმით, თქვათ, საუბრით, ქცევის მანერებით, არ იმსახურებენ ბიჭებში ნეგატიურ განწყობას და რეაქციებს და შესაბამისად ძალიან ხშირად ბიჭებს არ უჩნდება სრული გოგოს, ისეთ გოგოს სიმპათია, რომელიც მათ ერთად ტუალეტში დგას და სიგარეტს ეწევა, ან კიდევ ძალიან ბილწ სიტყვები გადმოდის პირიდან. და ჩემთვის ეს მხოლოდ ბიჭების პრობლემა არ არის, რომ თქვათ მანდილოსნს არ ცემენ პატივს. ზოგიერთი გოგონას არის ესეთი, რომ ნამდვილად არ იმსახურებს პატივს. კარგით, მაგრამ არის თქვენ ახლა აღნიშნეთ, რომ გოგონა რომელიც არ იმსახურებს პატივს, მაგრამ ხო არის მთელი რიგი და დიდი ჯგუფი გოგოების, რომელიც იმსახურებს და აი ისიც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება და რაღაც შემთხვევაში შეიძლება მისმა თანატოლმა მეგობარმა მის გვერდზე იბილ სიტყვაოს, შეიგინოს, შეიძლება ხელი და შეეხოს, უხეშად მოექცეს. ჩემს კლასში ბევრი ისეთი შემთხვევა იყო, მაგრამ ერთს გამოვყოფ, ანუ გოგოს დასინენ იმის გამო, ანუ მანდილოსანს, რომ გაკვეთილზე ზის ჩუმად და არ ცდილობს რომ გაკვეთილი ჩაშალოს. ხოლო ბიჭები, რომლებიც ლაპარაკობენ, ანუ გაკვეთილს შლიან და მანდილოსანს მასწავლებლებს არ ცემენ პატივს, თვლიან რომ რა ის გოგოც არ ლაპარაკობს, ის არის მუდო. ანუ რატომ არ შლის გაკვეთილს? ანუ მე ვფიქრობ რომ ეს არ არის მანდილოსნისანვე პატივისცემა. ერთ ჩემს მეგობარს მაგალითად მიაყენა საერთო ნაცნობა შეურაცხყოფა. და მე ამ გოგომ თავისი ძმა ჩარია საქმეში, რაც სერიოზულ უთანხმოებაში გადაიზარდა და მე ვფიქრობ რომ ჩვენი თავების ერთ-ერთი პრობლემაც ის არის რომ არ ვუკვირდებით ჩვენს აქციას და არ ვფიქრობთ მოსალოდნელ შედეგებზე და მართლაც ჯობია რომ ისე მოვექცეთ სხვებს როგორც თავად გვინდა რომ გვექცეოდნენ. დღესაც იყო ესეთი ინციდენტი კლასში მოხდა. ერთმა გოგომ შეეკითხა ბიჭს, რომ თავის თანაკლასელს, ნუ როგორ ხასიათზე ხარო რა, რაღაც არ მომწონხარო და იმ ბიჭმა იმის მაგივრად რომ გაეცა წესრიგად პასუხი, მას შეაგინა. ბიჭი რო იწყო და უწმაწურ სიტყვას ან შეიგინებოდა, იმისი შეგნება ქონდა, რომ ეთქვა, რომ აი გოგო არის და ნუ ამბობდა რაღაცა, მაგრამ აი ეხლა ამ პერიოდმა მოიტანა ალბათ ეს, რომ როდესაც შევდივართ კლასში და ბიჭი შეიგინება, იმისი უნარი აღარ აქვს, რომ თქვას აი გოგო არის და ნუ იგინები მაგალითად. როდესაც ბიჭებთან გვაქვს შეხვედრა მოზარდებთან და ვეუბნები, რომ ცუდად მოიქეცით რომელიმე თქვენ თანაკლასელ გოგონასთან, რაღაც ცუდი თქვით, რაღაც უხეშად, ხო? აი იგივე თქვენ და თქვენ შვილს რომ მოექცენ, ხო, რა თქმა უნდა, არავის არ გაუხარდება, ყველას გული დაწება. ყველა ფიქრობს, რომ რაღაცნაირად და მე შეურაცხყოფ ადამიანს, მაგრამ ჩემ დას, ჩემ შვილს არავინ არ შეურაცხყოფს და ჩვენ ხშირად გვავიწყდება უფალი გეუბნება, რომ როგორაც გინდათ მოგექცენ თქვენ ადამიანები ისე მოექცეთ თქვენ მათო. არის ბიჭების კატეგორია, რომელიც ფიქრობს, რომ გოგო თუ რამეს თხოვს ტკბილი სიტყვით, ის ამბობს, რომ მე ამას არ აუსრულებ, რადგან გოგოს სიტყვაზე არ გაველი. არამედ პირიქით უნდა გააკეთო, რომ გოგოს ის უნდა აუსრულო, რასაც ის ითხოვს, უნდა აგრძნობი, რომ ის მანდილოსანია. და მით გამოხატავ შენს ურთიერთდამოკიდებულებას მასთან და პირადად მანდილოსანთან. მე ვეთანხმები ნუცას, ესე არის ნამდვილად, რომ ბიჭები ადრე იყო რომ აჩერებდნენ ხოლმე ერთმანეთს რომ გოგო დგას და ნუ შევიგინებით მე ვიტყვით ცუდ სიტყვას. ეხლა ეს უფრო ნაკლებად არის, მაგრამ მაინც ბიჭები გამოყოფენ ხოლმე გოგოების იმ კატეგორიას, რომელთანაც ბილწ სიტყვაობენ, არ ერიდებიან და გოგოებთან რომელსაც ერიდებიან, მაინც არის ეს დღეს. ძალიან ბევრმა თქვენმა თანატოლმა გასულ წელს მოგწერა ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი და ერთ-ერთი ის გადავავალე ყველა სწორს ერთ ძალიან მომეწონა სამი გვერდი იყო ჩვენ გვესრება მარიამ ტორჩინავა გადაცემაში დღეს ვიკითხე რომელი ბავშვია და აუგუსტე რომ მარიამი აქ არის ჩვენთან და პატარა ამონარიდი ამოუწერა ძალიან კარგი ნააზრები ქონდა ამ ბავშვს და
აი საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ქრისტეს რჯულზე ჩვენ მოციქულთა სწორად აღიარებულმა წმინდა ნინომ მოგვაქცია. აქ მეფობდა ხორციელად და სულად ულამაზესი თამარი. ქეთევან დედოფალმა უოყვანოდ გაწირა თავი ქრისტიანობის დაცავად. მარად უკტავია ცხრაძმა ხერხეულიძის დედა და სხვა გმირ ქალთა სახელები. ყოველივე აქედან გამომდინარე საქართველოში უძველესი დროიდან მოყოლებული მუდამ განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობდა ქალი. და დღეს ყველაფერი შეიცვალა, ხო? და სხვა შორის ახლა სურვილი მქონდა ის სამი ოგვერი წამეკითხა, მაგრამ გადაცემის ფორმატი მაგის საშუალებას არ გვაძლევს, ძალიან კარგად ქონდა განხილული მე ყველაფერი დანარჩენი და დასუნაც კი ქონდა დადებული თავის. თვითპატივისცემა აღარ არის ისე როგორც ადრე იყო. დღეს ძალიან ხშირად ხდება სკოლებში, კლასებში ერთმანეთ ბავშვების მხრიდან ერთმანეთის დაცინვა, აბუჩოთ აგდება მასწავლებლის უპატივცემულობა. მოწმეტური სიტყვებით ერთმანეთის მიმართვა და ჩემი აზრით ეს შეიძლება რაღაც დონეზე ბავშვური გულუბრყოლობითაც ხდებოდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემი აზრით მაინც ოჯახიდან მოდის. პირადად ჩემი მაგალითი მაქვს, ნაცნობი ყავს, რომელიც ოჯახის მუდმივად წლების განმავლობაში მშობლები არცადნენ ერთმანეთს პატივს, მუდმივად იყო კონფლიქტები, გაუგებრობები და ბავშვი რომელიც უყურებს, რომ მისი მამა თუნდაც დედას არცემს პატივს, ის შემდეგ არც თავის მშობლებს ცემს პატივს და არც სხვა მანდილოს ნებს. ამიტომ ჩემი აზრით მთავარია მშობლებმაც ერთმანეთის პატივისცემა, შემდეგ ბავშვს მოსთხოვენ ურთიერთ პატივისცემა. ყოფილა ასეთი შემთხვევა, როდესაც ყოფილა მეგობრების წრეში. მე და ჩემი მეგობრები და ასევე ვიყავთ ბიჭებიც და გოგოებიც და ბიჭებს ვთქვამთ ცუდი სიტყვა და ჩვენ რა თქმა უნდა შენიშვნა მიგვიწია, რომ რატომ ამბობ ამ სიტყვას და ისინი აქეთ გვედავებიან, რომ შენ ხომ არ მოგეყენე შეურაცხყოფა, მე ვიღაცაზე სხვაზე ვთქვი. საერთოდ მშობლები ძალიან ხშირად გვეუბნებიან ჩვენ, რომ ცუდია ეს არ გააკეთოთ და გვაძლევენ სულ სხვანაირ მაგალითს ძალიან ხშირად უფროსები. მაგალითად ერთხელ მივდიოდი ქუჩაში და გადასასვლელზე შევესწარი ასეთ ფაქტს, როდესაც მოხუცი ქალბატონი გადადიოდა გზაზე და ვერ მოასწრო დროულად გადასვლა და ერთ-ერთმა მანქანის მძღოლმა ძალიან უთმაწურ სიტყვებით მიმართა მას და დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. და ამას მხოლოდ მე ხო არ ვუყურებდი ასევე მისი შვილიც, ვაჟი, რომელიც ჩემს ყველაზე მართალი მაგალითი არის მამა. ბევრი შანსია, რომ მის მაშინაც იგივე გააკეთოს, რასაც ისწავლის მშობლებთან. ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენეთ, რა თქმა უნდა, მშობელი უფროსის მაგალითი უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, მშობელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რასაც ასწავლის მის შვილს, ეს თავისი ცხოვრები, თავის მაგალითი დაანახოს, რა თქმა უნდა, ვეც გეთაყვებით. პირველ რიგში ეს უნდა გასწავლოს მშობელმა და არა ეს ამას ვერ ისწავლი გადმოცემი და ეს შინაგანად უნდა იყო, რომ ადამიანი მაგალითად ტრანსპორტში რო ამოვა მოხუცი ქალბატონი იქნება თუ ახალგაზრდა, შენ უნდა ადგე დაუთმო ადგილი და დასვა, რომ ეს ელემენტარული არის და ამას სწავლება და ის არ სჭირდება. დღევანდელ დღეს საქართველოში ახალგაზრდები აგინებენ საკუთარ დედას და ამას მიიჩნევენ სრულიად ბუნებრივად. აგინებენ დედას, რომელმაც 9 თვემუცლით ატარა, საკუთარ სხეულით კვება და შემდგომში მოავლინა ამ ქვეყანად და სანამ ფეხზე არ დადგებოდა ხელით ატარა, შემდგომში მთელი ცხოვრება მას გულით ატარებს და უფალი, თვითუფალი სიკვდილის უკანასკნელ წუთებშიც კი საკუთარ დედაზე ფიქრობდა. ისეც ძნელია მართალია ბავშვებო, ადამიანი რომელსაც ესე დედას შეურაცხყოფს, იგინება, ქვესნობიერად თუ ცნობიერად, უფრო ისე ხდება, რომ არაცნობიერებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძნელია იმ ადამიანს მე მანდილოსნის და გოგონას პატივისცემა მოთხოვ. მამაკაცისთვის უპირველესი მანდილოსნის პატივისცემა, როგორც მშობელ დედას სცემ პატივს, იგივენაირად უნდა მოექცენ ნებისმიერ მანდილოსანს. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა ერთი მაგალითი გიამბობთ, ორ და-ძმაზე და სტუდენტი იყო და მიყვებოდა არაჯანსაღ ცხოვრებას, ხოლო ძმა ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე. როდესაც მისი ძმა სკოლიდან ბრუნდებოდა სახლში, დაინახა მისი და არაფხიზელ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ძმა მასზე უმცროსი იყო, მივიდა მასთან, ლანძღა და აგინა, ასევე სცემა და ჩემი აზრით, მე რო იმ ადგილას ყოფილიყავი, ასეთ რამეს ნამდვილად არ ვიკადრებდი, რადგან როდესაც მამაკაცი ქალს ხელს ურტყავს, იქ რჩება მისი კაცობა და იწყებს ახალ ცხოვრებას, რომელსაც არაკაცობა ჰქვია. შევესწარი ბიჭებს შორის უთანხმოებას და ბილწიტყვაობას, როდესაც ვთხოვე რომ გაჩუმებულიყვნენ და იმის მაგივრად რომ ბოდიში მოიხადათ და მართლა გაჩუმებულიყვნენ, აქეთ პირიქით უხეში პასუხი მომცეს, რომ თუ არ გსიამოვნებს ას მოდიოდი და გადი გარეთ. ჩემი აზრით პატივისცემა არა მხოლოდ მანდილოსანს შორის და მამაკაც შორის უნდა იყოს, საერთოდ ყველა ადამიანს შორის და უპირველეს ყოვლისა აღზრდილი უნდა იყო, რომ იმის შეგნება გქონდეს ადამიანს, ვის როგორი პატივი უნდა სცე. გამომდინარე იქიდან, რომ
კაცმა დაკარგა მე საკუთარი და იმ მეში ძალიან ბევრი რამ დევს, მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ საკუთარი თავის პატივისცემა დაკარგა და საკუთარი თავის პატივისცემის დაკარგვის გამო მოხდა ის, რომ მან დაკარგა პირველ რიგში დედის პატივისცემა. ჯერ მარტო გინება არის, რომელიც საოცრებას ახდენს ჩემში, როდესაც ის ისე ითი ფორმით იგინება საკუთარ დედასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, როდესაც საკუთარ დედას პატივს ერთვის იმის მანდილოსა ზოგადად პატივს უკვე აღარცენ. რაც შეეხება იმას, რომ ქალი ამას იმსახურებს თუ არა, მაინც მაპატიოს ყველა მამაკაცმა და მაინც მამაკაციდან მოდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მამაკაცმა თავისი საქციელით უნდა დაადარაჯოს ქალი საკუთარ საქციელზე, იმ საქციელზე, რომელსაც თავშეთ ძალიან არასწორად აკეთებს, რა თქმა უნდა. ის მისი პრობლემა არის, მაგრამ მაინც მამაკაცმა უნდა დაადარაჯოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უპასუხო ისეთივე საქციელით, თუნდაც სიტყვიერად და თუნდაც ფიზიკურად უკვე ლაპარაკი აღარ არის მაგაზე. საქციელით უპასუხა, როგორცაც გააკეთებს ქალი, როდესაც შენ ამას არ გააკეთებ, როდესაც შენ ღირსებას არ შელახავ, ის ქალი მე ვფიქრობ, რომ ქალი, მომავალი ქალი, ახალგაზრდა გოგო ამაზე სერიოზულად დაფიქრდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაფიქრდება, როდესაც ამას კაცი არ უპასუხებს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრმა ბიჭმა კაცობა დაკარგა ამ სიტყვის ყველაზე დიდი გაგებით, რაც მასში უნდა იდოს მამაკაცის სახით. ღირსება ის ყველა თვისება, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს ხვალ მისი შვილისთვის. ასე ფუჭდება და ფუჭდება თანდათან თაობები. მე მინდა აი ყველა ბიჭს მივმართო, ყველა ჩემი შვილები არიან ისინი და ის თანატოლები არიან ჩემი შვილის და კიდევ უფრო უმცროსები, რომ არასდროს არ დაკარგოთ თქვენში კაცი, როდესაც კაცს დაკარგავთ, ჩათვალეთ, რომ ის ქალიც ისე მოგექცევათ და ზოგადად სამყარო შეთქმულებას მოაწყობს თქვენს წინაშე. კაცობა უნდა გქონდეთ და ყველაფერი კარგად იქნება მაშინ. სკოლაში უმეტესად ბავშვები იქცევიან ის რომ ეს ერთმანეთს პატივს არ ცემენ. ეს გამომდინარეობს იქიდან ჩემი აზრით, რომ მათ ერთმანეთის მეგობრობა არ იციან. არ იციან როგორ უნდა მოექცეს თავის მეგობარს. კი ეს იქიდან გამომდინარეობს კიდევ რომ მათ ერთმანეთი არ აქვთ, ერთმანეთის სიყვარული არ აქვთ. როდესაც ერთმანეთი ეყვარებათ, სიყვარული იქნება მეგობრებს შორის, კლასელებს შორის, ჩემი აზრით დამერწმუნეთ, რომ აქ ყველანაირად პატივისცემა იქნება და ყველაფერი კარგად იქნება. ერთხელ მოხდა ესეთი ინციდენტიც, როდესაც ერთ-ერთ წყნარი გოგონა ყავს, ჩაუბრალად იჯდა რაღაც მეცადინეობდა, მასწავლებელს ეძახებოდა და როდესაც ადგა ფეხზე და უნდა დამჯდარიყო, ერთ-ერთმა ბიჭმა გაუწია სკამი და როდესაც დაეცა ძალიან ცუდად დაეცა და ამ ჩვენ მთელმა კლასმა აუტეხეთ მე სიცილი და დაუცინე და ეს მე რო დავფიქრეთ უკვე ძალიან ვინანეთ. ადრე თუ უფროს თაობაში უფროსი ასაკის ადამიანები ჩვენი მშობლების თაობა იხსენებენ და ამბობენ თავიანთ მოზარდობის პერიოდს, ყვაწილობის პერიოდს, რომ იყო მათი ურთიერთობა დაფუძნებული პატივისცემაზე, მოგზაურობაზე, ერთმანეთის გატანაზე, დღეს ეს სურათი შეიცვალა და რადიკალურად შეიცვალა. ჩვენმა საუბარმაც ეს დაამოწმა დღეს, რომ რაღაც იკარგება ეს გზნობა პატივისცემა, გატანის, მოგზაურობის და ასე შემდეგ და რაღაც ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენმა საზოგადოებამ. და კიდე ერთხელ გამოვიტანე ჩვენი ის დასკვნა და ვთქვით ამას გაისვა ხაზი, რომ ყოველთვის შევახსენოთ ჩვენი ასეთ ადამიანებს, როდესაც უნდათ რომ მოექცენ თავიანთ შვილს, ისე კეთილინებონ და მოექცენ ისინი ამ ადამიანებს. უმეტესწილად ოჯახმა უნდა შთააგონოს და მშობლებმა ბავშვს მანდილოსნის პატივისცემა, მაგრამ ხო არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც მშობლები ზრდიან ისე, რომ უნდა გქონდეთ მანდილოსნის პატივისცემა, მაგრამ თვითონ სამეგობრო წრესაც ხომ გააჩნია, რომ შეიძლება ისეთ სამეგობრო წრეში ქონდეს ურთიერთობა, რომ ანუ იმასთან არ უნდოდეს ამის გაკეთება და ანუ არ მოიქცეს ისე, როგორც მშობელი ეუბნება ამას და მეგობრის მხარე დაიჭიროს. პირველ რიგში ჩვენთვის პირველი მანდილოსანი უნდა იყოს დედა. თუ დედას არ ვცემთ პატივს, ყველაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, ანუ დედისადმი პატივისცემა ჩვენთვის უნდა იყოს მაგალითი. ჩვენ კლასში ყოფილა ესეთი შემთხვევა, როდესაც ახალგადმოსულს ახალმოსწავლეს ან ხმამაღლად შეუგინია გოგოსთან დასწრებით, ან შეურაცხყოფა მიუყენებია, მაგრამ ბიჭების ერთ კატეგორია მას შენიშვნა მივეცით და გავაფრთხილეთ, რომ შემდეგში აღარ გაეკეთებინა ესეთი რამე. ჩემი აზრით დღეს კიდევ არიან ისეთი ბიჭები, რომელთაც შეუძლიათ გოგოს დაცვა, ნებისმიერი, თუნდაც უცნობის.
იყო 2 წლის წინ დაახლოებით ესეთი შემთხვევა, რომ კლასში, როდესაც დასვენება იყო გაკვეთილებს შორის, ბიჭები ისროდნენ ხოლმე ჩანთებს და ამას აკეთებდნენ გართობის მიზნით, მაგრამ ამას მოყვა მსხვერპლიც, ერთხელ ერთი ძიმე ჩანთა საკმაოდ მოხვდა ბავშვს, გოგონას და მას ტვინის შერყევა ჰქონდა. ქალს თავი უპირველეს ყოვლისა თავის პატივისცემა უნდა ქონდეს და მე სხვისგან უნდა ითხოვდეს პატივისცემას. თუ ქალს არ აქვს საკუთარ თავის მიმართ პატივისცემა, ის 1000 გვარ სისულელეს გააკეთებს და მე ამაგიეროთაც პასუხს იგებს საზოგადოებისგან. და ისჯება საზოგადოებისგან და მე მოდის სირცხვილის გრძნობა და გულის ტკივილის გრძნობა. ერთ-ერთ კლასში მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ ბიჭმა მიაყენა გოგონას ძალიან საშინელი შეურაცხყოფა, ისეთი რომ ამას ვერც ვიტყვი. ეს ამის მოსწრე გახდნენ მათი თანაკლასელები და როდესაც ეს დაინახეს, ჩათვალეს თავის შეურაცხყოფათაც და დაიცვეს გოგო, თუმცა ამ გოგოსთვის ეს პირველი არ ყოფილა. როდესაც ბიჭი მიხვდა თავის დანაშაულს, ბოდიში კი მოიხადა. მე ვფიქრობ, რომ კლასელებს ხმარო არ მოიყოთ გაჩუმებულიყვნენ ეს ბიჭი ამას მესამეჯერ, მეოთხეჯერ გაიმეორებდა. ამიტომ ერთმანეთს უნდა შეუსწოროთ შეცდომები და უფრო მეტი იქნება ჩვენ შორის პატივისცემა. ყველამ გაამახვილა იმაზე ყურადღება, რომ კლასში არის ისეთი ინციდენტები, როდესაც ბიჭები გოგონებს აყენებენ შეურაცხყოფას. და ამ შემთხვევაში ჩვენ კლასში ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გოგო წასულა თავის დედასთან და მოუყვანია და აქ უკვე ჩამოყალიბებულა ძალიან დიდი კონფლიქტი. მაგრამ ჩვენთან ისეთი შემთხვევაც იყო, როდესაც ეს გოგო მისულა თვითონ იმ ბიჭის დასთან, რომელმაც მიაყენა შეურაცხყოფა და როდესაც უთხრა ამ ბიჭის დას, რომ მეო ესე მითხრაო შენმა ძმამ, იმ დამუთხა, რომ ღირსი იყავი ალბათ და მაგიტომ გითხრაო და ჩემისაც, როდესაც იმ ბიჭს ასეთი დაყავს სახლში, თქვის პატივისცემაზე უკვე აღარ უნდა ელაპარაკო. არიან ზილობიანი ბიჭებიც, რომლებსაც გოგოს პატივისცემა აქვთ გამჯდარი საკმაოდ, მაგრამ ეს ბილციტყვაობა ხანდახან შეიძლება წამოსცეს და შემდეგ გამოასწოროს. ესეთი შემთხვევა ხშირია ჩემს კლასში მაგალითად. ბავშვებო, გადაცემის მეორე ნაწილი, როგორც ჩვენ გადაცემის თავში ვახსენებთ, ეთმობა საუბარს თქვენი მომავალი პროფესიების შესახებ. ალბათ საზოგადოებასაც აინტერესებს და ვისაც სურვილი გაქვთ გისმენთ. თავად ვერ გადავწყვიტე რა მინდა, მაგრამ საკმაოდ ხშირად ვფიქრობდა. მინდა რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგა, რომ მე არ ვინანო, კარგად დავფიქრდე, გავიაზრო და ძალიან მინდა რომ მივახცევ მიზანს და გავხდე წარმატებული. ყველაზე ძნელი გადასაწყვეტი არის თუ რა პროფესიას აირჩევ, მაგრამ მე არ გამძნელებია, რადგან ბავშვობიდან ერთი მიზანი მაქვს, მინდა რომ გამოვიდე კარგი ჟურნალისტი. ოღონდ ჟურნალისტი, ტელერეპორტიორი, რადგან ძალიან მიყვარს მოგზაურობა და მინდა სხვადასხვა ქვეყნებში ვიმოგზაურო და იქიდან გადმოვცე რეპორტაჟები. იურისტობა, უფრო გამოძიების მხრივ, რომ სხვადასხვა დაბრკოლებები და გამოძიებები აღმოხსნა კარგად და საინტერესოა. პატარაობიდან ხშირად მიფიქრია პროფესიის არჩევაზე და ხშირად შემიცვლია აზრი, მაგრამ საბოლოოდ მე გადავწყვიტე, რომ ჩავაბარო საერთაშორისო ურთიერთობებზე და ამაზე ჩემი მშობლებიც არიან თანახმანი. მე იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ინტერესები ეხება ზუსტად ამ სფეროს და ჩემი აზრით უფრო ფართო არჩევანი მექნება, რომ დავსაქმდე, იმიტომ რომ შემიძლია დასაქმება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე მასმედიურ დაწესებულებებში. პოლიტოლოგია და სამართალმცოდნეობა ჩემი აზრით ბევრად პერსპექტიული და აქტუალურია. ასევე პრობლემურიც არის დღევანდელ საქართველოში და მაინტერესებს ეს საქმე. საერთაშორისო ურთიერთობებზე, მაგრამ რა განხრით გადაწყვეტილი არ მაქვს ჯერჯერობით, მაგრამ ანუ რომ გავაწყლები და დავამთავრებ უნივერსიტეტს, მე მაქვს ბავშვობის ოცნება და ბავშვობის სურვილი იყო, რომ ჩემი საკუთარი ბავშვთა სახლი გამეკეთებინა, რადგან ბავშვობიდან ხედავდი, რომ ისინი იყვნენ რაღაც სითბოს მოკლებულები და შემდეგ და ჩემი მიზანია რომ ეს გავაკეთო. ბავშვობიდან მიმიზიდავდა არქიტექტურული პროფესია და მინდა არქიტექტურული და ჩაბარება. რადგან მაქვს ხაზვის ნიჭი და შემიძლია ჩემი ნიჭი და შესაძლებლობები ამ სფეროში გამოვიყენო. სასულიეროში, რადგან ვარ ქაშვეთის ტაძარში სტიქაროსანი და ალბათ უფრო ეკლესიურ გზას გავყვები და ყველას უსურვებ, რომ მიყვნენ ეკლესიურ გზას. შეიძლება ცოტა ხმამაღალი თქვამი იყოს, მაგრამ მსმენია სხვა ეროვნების ადამიანები, რომელიც ამ პროფესიის არიან და ძალიან განთქმულები ვიზაჟისტები. მე მომწონს როცა ხელოვნებას ქმნი და მინდა რომ ეს საქმე კარგად ვაკეთო და საქართველოში ვიყავ ერთადერთი.
საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ძალიან მომწონს იურისტობა, თუმცა ჩემ მშობლებს არა, უფრო მეტად მამა ჩემს და მიშლიან, მაგრამ არ ვიცი ას გადავწყვეტ მომავალში. ჩემი ბავშვობის ოცნებაა ვიყო ექიმი, რადგან საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელსაც ჭირდება ექიმის დახმარება და მეც მაქვს სურვილი რომ დავეხმარო. თეატრალურზე, რადგან ბავშვობიდანვე მქონდა თეატრის სიყვარული და მე მგონი გამომდის. ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ბევრჯერ შემიცვლია აზრი, მაგრამ ძალიან მიზიდავს ეკონომიური, როგორც ისე დიპლომატიური, ალბათ ამ ორ შორის გავაკეთებ არჩევანს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანმა საკუთარი გზა შენ თვითონ უნდა განსაზღვროს და აერჩიო, მთავარი ალბათ ძალიან რთული ნაბიჯა პროფესიის არჩევა, იმიტომ ფაქტიურად შენს შემდეგ ცხოვრებას შენ თვითონ საზღვრავ, ამიტომ მთავარია შენ თვითონ აერჩიო ეს პროფესია, ამიტომ მშობლების მეხმარება მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის ყველა წევრი ექიმია, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩემი მოწოდებაც არის ექიმობა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი მოწოდება, საკუთარი მე უნდა იპოვოს და შემდეგ უნდა აერჩიოს პროფესია. პატარაობიდან მინდა პედაგოგობა, ანუ მასწავლებლობა დაწყებითი კლასების, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ბავშვები, მაგრამ ნელ-ნელა რომ ჩამოვყალიბებდები, ალბათ შევიცვლი აზრს. ძალიან მიზავს დიპლომატობა და მიმეცნია რომ ძალიან საინტერესო პროფესია, რადგან გეძლევა შეისწავლო სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ენები და ძალიან საინტერესოდ მიმეჩნია საერთოდ ეს დიპლომატია მეცნიერ. ბიზნესისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე ვფიქრობ რომ პერსპექტიულია ჩემთვის, მაგრამ ჩემი მშობლები არიან ექიმები და ხშირად ქონია განსაკუთრებით მამაჩემთან საუბარი, იმაზე რომ არ მინდა ექიმობა და ძალიან სწყინს. ძალიან მინდა რომ მომავალში ვიყო ქართული ხალხური ცეკვების ქორეოგრაფი, რადგან ამ საქმიანობას მივყვები 10 წელი და დარწმუნებული ვარ რომ გავაგრძელებ ამას მომავალშიც და კიდევ იმიტომ მინდა რომ მაქვს მიდრეკილება და ასევე არ მინდა დაიკარგოს საქართველოში ძველი ადათ-წესები და ტრადიციები. ძალიან მინდა ხელოვნებასთან მქონდა შეხება, რადგან მიყვარს ძალიან ხატვა და ალბათ მომავალშიც ამ მხრივ გავაკეთებ არჩევანს. ძალიან მინდა ეთნოლოგობა, ამიტომ საქართველოში ვცხოვრობ და ძალიან დიდი არის ამ სპეციალობის არეალი საქართველოში. თქვენ საშუალება გაქვთ ჩამოთვალოთ ყველა ეს პრობლემა, რომელიც გაწუხებდა ჩვენ შემდგომ გადაცემებს, ვეცდებით რომ ამ პრობლემების, რომლებიც დაგროვდება, ძალიან ბევრი მოზარდი ერთ და იგივე პრობლემას დაასახელებს სხვადასხვა გადაცემებში, ეს იქნება საბაბი მომავალი გადაცემის მთავარი თემის. ნეჯარებში მეტად აქტუალურია მიმბრძოლობა. ანუ ერთი აკეთებს იმას, რასაც ხედავს მეორისგან. ამას ასევე ხელს უწყობს ტელევიზორი და კომპიუტერი და ანუ დაუფიქრებლად, გაუცნობიერებლად აკეთებს იმას და ვერ ხვდება თუ რა მოყვება ყოველივე ამას. მე მედიას მინდა დავითანხმე, რომ დღესდღეობით მიმბრძოლობა ძალიან დიდი პრობლემაა და ისიც რომ ავტობუსში ბიჭები გოგონებს არ უთმობენ ადგილს, ესეც არის უცხოეთიდან გადმოღებული რაღაც ანუ მიმბრძოლობა ესეც და ძალიან დიდი პრობლემაა მე ვთვლი რომ საქართველოს ისეთი ტრადიციების ქვეყანაა რომ ესეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს განსხვავებით დიდი ბრიტანეთიდან და თუნდაც ამერიკიდან. ჩვენ ყავდა ქართულის მასწავლებელი ძალიან მკაცრი. თუნდაც რამე ასოზე ძალიან გეჩხუბებოდა, შეიძლება დაერტყა კიდევაც და როდესაც ჩემმა კლასელმა რაღაც ჩინარსი ვერ დაწერა, ჩანთა ესროლა მას. იმის შემდეგ ქართულის გაკვეთილზე ჩვენ აღარ შევდიოდით და სალოცავად შევდიოდით ტაძარში. მოგვაკითხავდნენ მშობლები და წაგვიყვანენ ხოლმე. ასეთი რაღაც სკოლაში ჩემი აზრით არ უნდა ხდებოდეს, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს ხელი დაარტყას ან რამე ესროლოს. დედა წავიდა საზღვარგარეთ იმისათვის რომ ემუშავა. და მისი შვილი ბიჭი დარჩა მარტო და აკლდა რა თქმა უნდა დედობრივი სითბო და ამის გამო ძალიან კარგი მოსწავლე გადაიქცა ქუჩის ბიჭად და ძალიან ცუდ რაღაცებს ჩადიოდა იმის მერე, იმიტომ რომ დედის სითბო ნამდვილად აკლდა. საქართველოში დღეს არის ძალიან დიდი ქართული ენის პრობლემა, იმიტომ რომ შემოვიდა ბარბარიზმები, ჟარგონები, რომლითაც ნებისმიერ ჩვენთაგანი ვსაუბრობთ და მე მგონი ჩვენი ძველი, ძალიან ძველი ენა არ უნდა დაიკარგოს და არ უნდა შეცვალოს სხვა ენები, მაგალითად ინგლისურმა, რომელიც ძალიან მოდაში შემოვიდა დღეს და თუნდაც ის რომ მასწავლებლები ჩამოიყვანეს უცხოეთიდან, ეს ძალიან კარგია მართლა, მაგრამ არ უნდა შეცვალოს ინგლისურმა ქართული ენა და ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ ანუ არ ვილაპარაკოთ ჟარგონებით, არ ვილაპარაკოთ ბარბარიზმებით. და შემიძლია ისიც ვთქვა, რომ დღესდღეობით ტელევიზიაში ვუსმენთ გადაცემებს, სადაც ძალიან ხშირად გვხვდება ქართულ ენაში გრამატიკული შეცდომები თუნდაც ჟურნალისტებს
პიროდაც ლაპარაკობენ ასევე ჟარგონებითაც საუბრობენ და ეს მე მგონი მათი პრობლემაა ძალიან დიდი და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ეს. კლასელის დაცინვა. მაგალითად მასწავლებელი როცა იტყვის რომ აი რა ვერ გაიგეთ ბავშვებო მითხარით, ვიღაცამ რო თქვას რომ აი ეს ვერ გავიგე, თუნდაც ელემენტარული რაღაცა ადვილი იყოს, ხდება მისი დაცინვა. მე 21 საუკუნეში არის გენდერული თანასწორობა, მამაკაცისა და ქალის თანასწორობა, ანუ არ უნდა დაირღვოს უფლებები არც ერთი მხარისგან. ხალხს თავისი ფუნქცია მისცა უფალმა და მამაკაც თავისი. ანუ ეს ფუნქციები არის გამიჯნული. უფლისაგან არის ეს მოცემული. და ამიტომ არ შეიძლება ამისი აღრება. ეს თვითონ ქალისთვის არის ძიმა და ქალისთვის არის ძნელად გადასატანი. ანუ ქალს აქვს თავისი ადგილი საზოგადოებაში და მამაკაცს აქვს თავისი ადგილი. ქალს აქვს თავისი თვისებები, ისეთ თვისებები, რაც მამაკაცს არ აქვს. ამ თვისებების გამო მას შეუძლია რაღაცა სფეროში მოღვაწეობის და უფრო კარგად იმოღვაწეობს. სამაგიეროდ მამაკაცს რაღაც ისეთი რამ აქვს, რაც ქალს არ აქვს. ეს ოდითგანვე ცნობილი არის ახლა, ოდითგანვე ყველა ვიცით მამაკაცის ძლიერი მხარე და თქვა ქალის ძლიერი მხარე. ამიტომ არ შეიძლება ამის აღრევა ერთმანეთში. არ შეიძლება ერთმანეთში აღრევა და არ შეიძლება რომ მოინდომოს ადამიანმა ისი შესაძლებლობაც მას არ აქვს. ანუ თავის თავზე უფრო მაღლა ახდეს. ეს თვითონ მისთვის იქნება დამღუპველი და წამგებიანი. წიგნიერება. დღევანდელ დღეს ეს ყველაფერი ჩაანაცვლა კომპიუტერმა და ინტერნეტმა. როდესაც მაგალითად სკოლიდან ბრუნდებით სახში მომზადებ გაკვეთილებს და გრჩება დრო. ამ დროს უფრო უთმობთ ინტერნეტს და კომპიუტერს. და ხოლო ძველად ეს ხდებოდა ცალკე სალიტერატურო ნაწარმოებებს უთმობდნენ. და ამ დროს საქართველოს უკვე წიგნიერების მხრივ უკვე მსოფლიოში 10 ქვეყანასთან შორის იყო. ხოლო დღეს უკვე ძალიან დაბალი დონეა. მართალია ეს კარგი ახალი ტექნიკა ყველაფერი, მაგრამ თვითონ არის ამაში ინფორმაცია, მაგრამ ჩემი აზრით თვითონ ეს კომპიუტერიც ხომ წიგნმა შექმნა და ამიტომ ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს იგი. და ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც ვსწავლობდი, გადმოვედი ამ სკოლაში და მასწავლებელი აკითხება ბავშვს თუ მქონდა თუ არა რაიმე წიგნი წაკითხული და გადმოეცა იგი. ამ ბავშვის პასუხი იყო ის, რომ მას არ აქვს დრო რომ წაიკითხოს წიგნი, რადგან უთმობს უფრო დიდ დროს ამ ტექნოლოგიებს და არ ანიჭებს ისეთ დიდ უპირატესობას წიგნს ვიდრე კომპიუტერს. დღეს მოზარდ თაობაში ყველა დიდ პრობლემას მე ვხედავ ბილწიტყვაობას და სიგარეტის მოწევას. თან არ ერიდებიან, ზოგჯერ მშობლებსაც არ ერიდებიან და ძალიან დიდი პრობლემაა ეს. როდესაც ბავშვებს არ აქვთ გააზრებული სკოლას რა დატვირთვა აქვს, რატომ მოდიან ისინი სკოლაში. ხშირად ბავშვების უმეტესობა მოდის სკოლაში, არ სწავლობს და ამასობაში ის თავის თანაკლასელებსაც უშლის ხელს, რომ ისწავლოთ. ისინი ამ დროს კარგავენ, ვინც არ სწავლობს, კარგავს მისთვის ძვირფას დროს. და ყოფილა ჩემ კლასში ისეთი შემთხვევები, როდესაც ბევრი შემთხვევა ბიჭები არიან, არ სწავლობენ და ჩვენც გვიშლიან ხელს, არა მარტო ჩვენ სხვებსაც. სიგარეტის მოწევას გაივლე თუ არა ქუჩაში ყოველი მეორე ადამიანს სიგარეტი უჭირავს და ძალიან ცუდია ეს ჯანმრთელობისთვისაც და ყველა მხრივ ძალიან ცუდი. დღევანდელ საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა ტრადიციები, ანუ ტრადიციები იკარგება. კი რა თქმა უნდა არის ოჯახები, რომლებიც იცავენ ტრადიციებს, მაგრამ ეს უფრო მეტწილად ხდება რეგიონებში და არ ხდება ქალაქებში, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი პრობლემად რჩება ტრადიციები. ვანდალიზმი, როდესაც გავდივარ ქუჩაში, ელემენტარულად გული მტკივრებსაც ვუყურებ, თუნდაც ტრანსპორტში, თუნდაც ჩვენს გარემოში განადგურებულ ნივთებს და რა ვიცი, ძალიან დიდი პროტესტი მიჩნდება მეც და არ ვიცი, რატომ უნდა გაუწეს ადამიანს იმის ისური, რომ იმ ადგილას, სადაც თითქმის ყოველდღე უწევს ხალხო, რატომ უნდა გააფუჭდეს ეს ადგილი და რატომ არ უნდა მოწონდეს ლამაზი და გალამაზებული ის ადგილი. ჩემი აზრით ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ეს არის თვითონ ადამიანების პრობლემა. ბილწიტყვაობა ცუდია რომ მამაკაცები ამბობენ ამას ხშირად, მაგრამ უფრო ცუდი არის რომ რაც ქალებისგან მესმის ეს ბილწიტყვაობა, თუნდაც ქუჩაში რო დადიან, სიგარეტი უჭირავთ ხელში, იგინებიან. განკითხვა და ჭორაობა დიდი პრობლემაა არა მარტო სკოლაში, არამედ სკოლის გარეთაც. უცხოეთში წასვლის მოთხოვნილება და ჩემი აზრით ეს არის არასწორი და პატრიარქმა აღნიშნა, რომ როდესაც ბავშვი ამას აქ მიდის უცხოეთში, ის ითვისებს იქაურ ტრადიციებს და უკვე ქართული ტრადიციები ირწმუნება.
დიდი პრობლემაა ძალიან წიგნიერება და ბავშვსა და მოზარდსა და წიგნს შორის ეს ურთიერთობა დაირღვა, აღარ აინტერესებს არავის წიგნი და უფრო გადართულიან არიან ტელევიზორსა და კომპიუტერში და ტელევიზორში კიდე იმდენი საშინელებებიც გადის და რაც ძალიან აზიანებს ადამიანის და მით უმეტეს მოზარდის ფსიქიკას და ზეგავლენას ახდენს მას. მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლისა და მოსწავლის შორის ხდება რაიმე კონფლიქტი, ხშირ შემთხვევაში ადანაშაულებენ მოსწავლეებს. იმიტომ რომ ხოლო ამას საფუძვლად ვხვდებენ, რომ ჩვენ ვართ ასაკით უმცროსები და გვმართებს უფროსის პატივისცემა, მაგრამ მართალია გვმართებს ეს, მაგრამ მასწავლებლის უფროსობა არ უნდა გამოიხატებოდეს მისი მხოლოდ ასაკით. ის ამას უნდა გამოხატავდეს თავის გამოცდილებით და თავის დამოკიდებულების ჩვენდამი. ხდება ადამიანების ერთმანეთისგან გაუცხოება. ყოველ ჩვენ სამყაროში ვართ ჩაკეტილები და თანდათან იკარგება ისეთი გრძნობები, როგორც სიყვარული და ურთიერთპატივისცემა. თითქოს დღევანდელობის პრობლემა მადლიერება და მადლიერების გრძნობაც ხდება თუ გახდა, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, ანუ ისეთ ოჯახები, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს და მორწმუნე ოჯახია, მადლიერება და მადლიერების გრძნობა არასდროს არ დაიკარგება. ზოგიერთი უფროსი მიიჩნევს, რომ გარკვეული საკითხები არა უმცროსის განხილვის საგანი, მაგრამ ერთ დავამატებ, რომ ჩვენ სხვა ცოცხალი არსებებისგან იმით განსხვავდებით, რომ გაგვაჩნიათ თავისუფალი ნება, ანუ მივიღოთ ადეკვატური და წინდახეთული გადაწყვეტილება. მოზარდები უფრო რაღაც ზედაპირულად ეპყრობიან ეკლესიაში სიარულს. ისინი ხშირ შემთხვევაში მიდიან, მაგრამ ეს მაინც ხდება შესვლა და გამოსვლით მთავრდება. ისინი გულისყურით არ უსმენენ, ქადაგება არის ეს თუ ლიტურგია და მაინც ზედაპირული არის ეს ყველაფერი. სხვა რამეში რომ ბაძავს სხვა ქვეყნებს დასუფთავება, როგორი გარემო აქვს, შეიძლება ამისთვის მიბად მე ძალიან გული მტკივა, როდესაც ნაგვის უნაგ დგას და იქვე ნაგავი ძირსყრია. ბევრჯერ დამგვიანებია მეც იმის გამო, რომ მე თვითონ ნაგავი დამვარდნია და მიბუნებულა. აი ამას ვერ ვიტან და ეს დიდი პრობლემაა დღევანდელობაში. ეს არის შურისძიება, ამის გამო ხდება ძალიან ბევრი დანაშაული და კარგი იქნება თუ ადამიანები უფრო მიუუტევებთ ერთმანეთს ჩვენ შეცდომებს და ვეცდებით გამოსწორებას. დიდი პრობლემაა სიგარეტის მოწევა, როცა ადამიანი შედის მაღაზიაში და ყიდულობს სიგარეტზე აწერია, რომ მოწევა კლავს და ჩემი აზრით, ვინც ამ სიგარეტს უშვებს, არ უნდა გამოუშვეს თუ მოწევა კლავს, ესე იგი ცუდი არის ადამიანისთვის ის რომ მოწიოს და ეს მხოლოდ ბიზნესისთვის არის მათთვის კარგი და მე მგონი ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. უსამართლობა. ხშირად ხდება უსამართლობის მომსწრე, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი აზრის გამოთქმას, პროტესტის გამოთქმას, იმიტომ რომ ხშირად ამას უბრალოდ არ ითვალისწინებენ. ყველგანი თქვა კიდევაც, რომ შურისძიება და სამაგიეროს გადახდა დიდი პრობლემაა. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ის ირჩევს ყოველთვის ისეთ გზას, რომელიც უფრო იოლია. შემთხვევაში უფრო იოლია, ალბათ უფრო სამაგიეროს გადახდა და იმიტომაც რომ ამდენი უბედურება ხდება და შურისძიება უფრო მეტი არის ცხოვრებაში ვიდრე შენდom. საზოგადოებას აღარ აინტერესებს განუპარველი ზეთის შეგროვება. ისინი მათთვის უფრო ფასეული გახდა მატერიალური ღირებულებები და სწორედ ამაზე ზრუნავენ და არა თქვენ სულიერი საზრდოს შენიხვას. ჩვენ ხშირად ხვდებით მოზარდებს შორის აგრესიას და ჩემის აზრით ეს გამოწვეულია ოჯახიდან გამომდინარე, როდესაც მშობლები ხშირად ბავშვებს აგრესიულად ეპყრობიან და ეს ბავშვებს ფსიქიკაზე მოქმედებს და ასევე მინდა დავასახელა კომპიუტერული თამაშები, რაც მე ძალიან არ მომწონს და ჩემის აზრით ზოგი კომპიუტერული თამაში ძალიან დიდ აგრესიას იწვევს ბავშვებში და მათ ფსიქიკაზე მოქმედებს. ცხოვრი მუსიკა, ეს აგრესიული როკი განსაკუთრებით დიდ ზეგავლენას ახდენს ასევე ადამიანზე. მოზარდები ძალიან ხშირი არის ესეთ შემთხვევები, რომ მოზარდები უსმენენ ამ მუსიკას, ქართული ხალხური სიმღერა აღარავის არ აინტერესებს ძირითად შემთხვევაში და პატივსაც ბევრი არცემს და უფრო მიდრეკილება აქვთ უცხოური მუსიკისკენ და ისინი ბევრი ვერათ ვიცნობიერებს, რომ ეს მუსიკა თავის თავზე დიდ ზეგავლენას ახდენს და ბევრი ძალიან ისეთ აგრესიული ხდება, უფრო იცვლება მასში აზროვნების უნარიც და ფსიქიკა ერღვევა ბევრს და ყურადღება უნდა მიაქციან, რომ ქართულისკენ იყვნენ გადახდა. სამწუხარო ჩვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისათვის, საინტერესო საუბრისათვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ 112 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ჩვენამდე გემშვიდობებით მომავალ ოთხშაბათამდე ზუსტად ამ დროს შევხვდებით ერთმანეთს. დედა ეკლესია თითოეულ თქვენგანს ელის. მოეთქვათ დაგლოცოთ და გაგახაროთ. აი როცა ვხედავ მე ამდენ ახალგაზრდობას, გულს უხარია, რომ მოდის
ძლიერი თაობა და ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის სკოლის ხელმძღვანელობას, დირექტორს და მასწავლებლებს. თქვენ აკეთებთ ძალიან დიდ საქმეს. თქვენ უნდა გაზარდოთ ჩვენი შვილები სამშობლოს სიყვარულით. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ნურაფრისა ნუ შეგეშინდებათ. ჩვენთან არს ღმერთი. გადაცემის სპონსორია წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მრევლი. წმინდა მოწამენო კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.